საერთაშორისო აეროპორტის წყალობით მრავალი ტურისტისთვის ლარნაკა კვიპროსში შესასვლელი კარიბჭეა. აეროპორტიდან ქალაქამდე მოძრაობენ ჩვეულებრივი ავტობუსები. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ გადახდა ხდება ნაღდი ანგარიშწორებით მძღოლისთვის. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, კვიპროსზე ის არც თუ ისე კარგად არის განვითარებული, განსაკუთრებით ქალაქებში. საქალაქთაშორისო ავტობუსების მომსახურება უფრო განვითარებულია. მაგრამ ავტობუსები ინტერსიტი ან მარშრუტკები ძირითადად მოძრაობენ მთავარ ქალაქებს შორის, თუმცა მათი განრიგი ზოგჯერ არ არის მოსახერხებელი. კვიპროსზე გადაადგილებისათვის საუკეთესო გზა მანქანის დაქირავებაა. გზები აქ კარგი ხარისხისაა. მთავარი ქალაქები კი ავტობანებით არის დაკავშირებული. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ აქ მარცხენა საავტომობილო მოძრაობაა. ეს ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, თუნდაც ფეხით გადაადგილებისას. დიდი ბრიტანეთის მემკვიდრეობიდან კვიპროსს დარჩა არა მხოლოდ მარცხენა მოძრაობა, არამედ ინგლისური ტიპის სოკეტები. ამიტომ წინასწარ იყიდეთ ადაპტერი. ლარნაკა დგას უძველესი ქალაქ-სახელმწიფოს კიტიონის ადგილზე. ლარნაკა სიდიდით მესამე ქალაქია ნიქოსიასა და ლიმასოლის შემდეგ და ეს არის კვიპროსის ერთ-ერთი უძველესი ქალაქი მდიდარი 1000-წლიანი ისტორიით. ბოლო პერიოდში ეს მიმართულება პოპულარული გახდა ქართველი ტურისტებისთვის. ქუთაისიდან პირდაპირი რეისის არსებობამ და უვიზო რეჟიმის არარსებობამ, პლუს შედარებით დაბალმა ფასებმა ბილეთებზე კუნძულისკენ გზა მარტივი ხელმისაწვდომი და სასურველი გახადა. ლარნაკა სანაპირო ქალაქია, რომელიც ცნობილია თავისი ულამაზესი პლაჟებით, უძველესი ისტორიითა და გამორჩეული კულტურით. ქალაქს აქვს ულამაზესი სანაპირო ფინიკუდესი, მაღალი ფინიკის პალმებით. როგორც წესი, ქალაქის გაცნობა აქედან იწყება. ამბობენ, რომ გასული საუკუნის 20-იან წლებში, როცა გეგმავდნენ და ანვითარებდნენ სანაპიროს და დარგეს ფინიკის პალმები, მისაბად ნიცაში ცნობილი სანაპირო აიღეს. სანაპიროს გასწვრივ განლაგებულია ქალაქის ერთ-ერთი საუკეთესო პლაჟი, მრავალი რესტორნით, ბარებითა და ტავერნებით. დღისით ისინი თითქმის ცარიელია, საღამოობით კი ხანდახან ადგილსაც ვერ იპოვით, განსაკუთრებით სეზონზე. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ზაფხულში კვიპროსზე ძალიან ცხელა. ხოლო ვისაც ზაფხულის გახანგრძლივება სურს, ნოემბერში მიდიან კუნძულზე. ამ დროს აქ ჰაერის ტემპერატურა 25 გრადუსის ფარგლებშია და ამინდი შესანიშნავია ლაშქრობისა და კუნძულის შესასწავლად. მაგრამ სანაპიროზე ნოემბრშიც კი შეგვხვდებათ მზის აბაზანებისა და ცურვის მოყვარულები. სანაპიროსთან ახლოს არის ევროპის მოედანი. აქ ნახავთ ყოფილი ბრიტანეთის ადმინისტრაციის რესტავრირებულ შენობებს, შადრევანს, თოლიას თხრენა და დიდი ფილოსოფოსის ზენონ კიტიონელის ქანდაკებას. შესანიშნავი ადგილი სასეირნოდ ქალაქის მთავარი საზღვაო პორტიცა, რომელიც მდებარეობს ევროპის მოედნის პირდაპირ. აქ სასიამოვნოა სიარული ხის ბურჯზე, ნავებისა და იახტების გასწვრივ. აქვე შესძლებთ შეიძინოთ ბილეთი ზღვის ექსკურსიაზე. სანაპიროსთან ახლოს არის ლარნაკას მთავარი ისტორიული ღირსშესანიშნაობები. მათ შორის განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია წმინდა ლაზარეს ეკლესია. ეს არის კვიპროსის მთავარი სალოცავი და მთელი ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი მთავარი სალოცავიც. ეკლესია მე-9 საუკუნეში აშენდა ლაზარეს საფლავზე. ეს ის ლაზარეა, რომელიც სახარების თანახმად იესო ქრისტემ მკვდრეთით აღადგინა. წმინდანის სიწმინდეები აქ დაახლოებით 50 წლის წინ რემონტის დროს აღმოაჩინეს. შემდგომში ლაზარე გახდა კიტიონის ეპისკოპოსი, ქალაქ-სახელმწიფოს, რომელიც მდებარეობდა თანამედროვე ლარნაკას ადგილზე. ეკლესია ძალიან ლამაზია, განსაკუთრებით ხის მოჩუქურთმებული კანკელი და ჭაღები.
ეკლესიის უკან განლაგებულია ძალიან ლამაზი კვარტალი, ფერადი ვიწრო დახრილი ქუჩებით, სახლებზე ხისკარი ბჯებით, ფანჯრებზე მასიური რკინის გისოსებით, ყურძნითა და ვარდებით გადახლართული აივნებით. აქ არის მრავალი სუვენირების მაღაზიები, რესტორნები და კაფეები. ოღონდ კერძის შეკვეთისას გაითვალისწინებთ, რომ პორციები კვიპროსზე საკმაოდ დიდია. გირჩევთ გასინჯოთ ტრადიციული მეზე, რომელიც შედგება მრავალი კვიპროსული კერძისგან, ცივი და ცხელი, მაგრამ მცირე რაოდენობით. არის ვეგეტარიანული, ხორცისა და თევზის მეზე. ასევე პოპულარულია სოვლაკი, კვიპროსული სამზარეულო საფირმო კერძი, გრილზე შემწვარი ხორცის ნაჭრები. სულაკი შესანიშნავად უხდება ბერძნულ სალატს და ცილურს. თან ეს არის ყველაზე ხელმისაწვდომი და გავრცელებული კერძი. არქეოლოგიური გათხრების მოყვარულებმა კიტიონის ნანგრევები უნდა მოინახულან. კვიპროსის უძველესი პოლისი კიტიონი, თანამედროვე ლარნაკის წინაპარია. ოდესღაც ის იყო ფინიკიური და მიკენის ცივილიზაციის ერთ-ერთი ცენტრი, აგრეთვე ქრისტიანობის განვითარებისა და გავრცელების ცენტრი. კიტიონში დაიბადა ბერძენი ფილოსოფოსი ზენონი, რომელმაც დააარსა სტოიკოსთა ფილოსოფიური სკოლა და სადაც ქრისტეს მეგობარი ლაზარე იპოვა თავშესაფარი. ისეთ ციხე-სიმაგრეების მოყვარულები პირდაპირ წადით ლარნაკას პორტამდე, რომელიც მდებარეობს სანაპიროს ბოლოს. ეს იყო ბიზანტიის ეპოქის პირველი საფორტიფიკაციო ნაგებობა და აშენდა კვიპროსის სამხრეთ სანაპიროს დასაცავად და მოგვიანებით ციხედ გადაიქცა. არაერთხელ აღადგინეს, გაანადგურეს და კვლავ აღადგინეს. შიგნით არის მუზეუმი და პატარა ბაღი. ციხის კედლებიდან იშლება ზღვისა და სანაპიროს ხედები. ციხესთან ახლოს არის ძალიან კოლორიტული ქუჩა, სახელად კლიენტი კალოგერა. აქ ბევრი ძველი შენობაა, სადაც სასიამოვნო გასეირნება დღისით. საღამოს ეს ქუჩა საკმაოდ ხალხმრავალი და ხმაურიანია აქ განთავსებული ბარებისა და ღამის კლუბების გამო. კიდევ ერთი კოლორიტული ადგილი ქალაქში, თურქული კვარტალი სკალა. მიდით ციხის კედლების გასწვრივ და ჩაღრმავდით ამ უბნის ძველ ნაწილში. იგი ძალიან განსხვავდება ფინიკუდესის სანაპიროსგან. ძვირადღირებული სასტუმროებისა და აპარტამენტების, უთვალავი რესტორნისა და ბარის ნაცვლად, თქვენ ნახავთ ერთმანეთთან ახლოს აშენებულ ღარიბ სახლებს. არის გამონაკლისიც, ასევე სიმპათიური კაფეები და რესტორნები, რომლებშიც შესვლა გინდება. კვარტლის ბოლოს განლაგებულია პლაჟი სახელად მაკენზი, რომელიც პოპულარულია მათთვის, ვისაც უყვარს უჩვეულო ფოტოები. საქმე ილაშია, რომ აეროპორტის სიახლოვის გამო, თვითმფრინავები, რომლებიც ეშვებიან, პირდაპირ თავების ზემოთ დაფრინავენ. მაკენზის სანაპიროდან ორ ნაბიჯში არის მარილიანი ტბა. როდესაც წყალი შრება, ტბა იფარება მარილის ქერქით და მზის სხივებზე შეიძლება გამოჩნდეს სარკის ზედაპირი. მაგრამ ამ ტბის მთავარი მახასიათებელია ვარდისფერი ფლამინგოები, რომლებიც აქ ოქტომბერში მოფრინავენ, ბუდობენ, მრავლდებიან და აპრილში ტოვებენ ლარნაკას. აქ ყოფნისას აუცილებლად მიაქციეთ ყურადღებას მეჩეთს, რომელიც ტბის მეორე მხარეს მდებარეობს. ეს არის ჰალა სულთან თეკეს მეჩეთი, მეოთხე უდიდესი სალოცავი მუსულმანურ სამყაროში, მექას, მედინისა და იერუსალიმის ალ-აქსას მეჩეთის შემდეგ. ლეგენდის თანახმად მეჩეთი აშენდა ერთი პატივცემული ქალის, სახელად უმჰარამის განსასვენებელ ადგილას. ზოგიერთი წყარო მას თავად წინასწარმეტყველ მუჰამედის აღმზრდელ დედად უწოდებს. მეჩეთი ტბის ნაპირზე 3 საუკუნის განმავლობაში დგას. მსახურება ტარდება წელიწადში ორჯერ დიდ დღესასწაულებზე. დანარჩენ დროს სალოცავი ღიაა ყველასთვის და მისი ნახვა შესაძლებელია დღის საათებში. ტბის მდებარე პარკის გასწვრივ ბამბუკის კორომის გავლით შეგიძლიათ მიაღწიოთ უძველეს აკვედუკამდე კამარესი. ის ააშენეს არა რომაელებმა, არამედ ოსმალებმა მე-18 საუკუნის შუა ხანებში ქალაქის წყლით მომარაგებისთვის. ამ ნაგებობის დღემდე შემორჩენილია მხოლოდ მცირე ნაწილი. ბევრი ადამიანი ჩადის კვიპროსზე, კერძოდ ლარნაკაში, დაივინგისთვის. და ამისთვის საუკეთესო დრო მაისიდან ნოემბრამდეა. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჩაყვინთვის ადგილი, რომელიც შედის მსოფლიოს 10 ყველაზე საინტერესო წყალქვეშა ადგილებს შორის, არის ბორანის ზენობია, რომელიც აქ ჩაიძირა 1980 წელს ბორცზე ასვლა სატვირთო მანქანით. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. მისი სიგრძე 180 მეტრია. ექსპერტები აცხადებენ, რომ კატასტროფის სავარაუდო მიზეზი გემის კომპიუტერული ბალანსის სისტემის გაუმართავობა გახდა, რის შედეგადაც ის დაიხარა და ჩაიძირა.
დატვირთული დღის შემდეგ საღამოს ქალაქში გაისეირნეთ იმ ქუჩებში, რომლებიც დღისით მიტოვებული ჩანდა. მიირთვით გემრიელი კერძები რესტორანში, მოусმინეთ ბერძნული მელოდიები. ნოემბერში ლარნაკა უჩვეულოდ გამოიყურება თბილ საღამოებზე საშობაო განათებითა და დიდი ნაძვის ხით.